ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება მიმოიხილა. ექსპერტების თქმით, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და ასევე საჯარო მომსახურების სფეროს საქმიანობას გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვლავ შემაშფოთებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების გამოხატვის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა, რაც განსაკუთრებით დამაფიქრებელია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. Well, certainly Georgia has been a partner with us. საქართველოს ნამდვილად ჩვენი პარტნიორია და ეს ავღანეთშიც დაადასტურდა, მაგრამ ის რაც პრობლემურად გამოიყურება მოახლოებული არჩევნებია. სხვადასხვა ადამიანებისგან ვიგებთ, რომ როგორც ჩანს, მთავრობა საკუთარ ძალას არჩევნების შედეგებზე გავლენისთვის იყენებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ასევე არ ჩატარდება, არადა თავისუფალი არჩევანი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. თუ კი თავისუფალი არჩევანით არ დაიწყებს, შენება გაგიჭირდება. ასე რომ გვაწუხებს ის, რასაც ვხედავთ. დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ პრესას ეფუძნება. თავისუფალ პრესას შეუძლია რეაგირება და მთავრობისთვის იმის მითითება, თუ რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ვერასდროს გაიგებს რა ხდება. ასე რომ პრესას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება დემოკრატიაში და ხალხს პრესა აგებინებს მთავრობის ნამოქმედ არის კარგსაც და ცუდსაც. ძალიან ცოტა დრო რჩება და ვერ გეტყვით, რომ თავისუფლება და სამართლიანობა დააღიქმება, როდესაც ადამიანებს ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავ. როდესაც მთავრობა აკონტროლებს თუ რა უნდა გაიგოს ხალხმა, ეს პროპაგანდაა. თუ არა და ეს თავისუფალი პრესაა და ის უნდა აკეთოს რაც სურს. ასე რომ მაწუხებს, როდესაც ვხედავ, რომ მასქერის კანონი მხოლოდ 60 დღეს მოქმედებს. ვიცით, რომ დემოკრატია მუდმივად განვითარებადია, ამდენად აუცილებელია თავისუფალი არჩევნები, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ხალხი აღარ დაიჯერებს იმას, რასაც ხედავს. თუ კი ის გაარკვევს, რომ ყველაფრის უკან მთავრობაა, გაუჩნდება უნდობლობა, აღარ გამოყვება და ამას კი საზოგადოებაში არეულობა მოსდევს. ჩემი შეხედულებებით ეს საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარლამენტს პრეზიდენტის დამბალანსებლის როლი ეკისრება. ერთია თუ რას აკეთებს პრეზიდენტი, მაგრამ პარლამენტი ხალხს წარმოადგენს. თუ კი პარლამენტი სამართლიანად არ არის არჩეული, მაშინ პრეზიდენტი ყველაფერს განაგებს. პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან შედარებით კორუფციასთან ბრძოლაში და მოქალაქეებისათვის ეფექტური საჯარო მომსახურების შეთავაზების თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მიუხედავად ამისა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება შეშფოთება ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად მთავრობის მიერ ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენების და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ძალადობის გამო. ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში რეგულარული ხასიათი აქვს და ეს უკვე დადასტურდა. რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ძალადობის ერთ-ერთი მაგალითია ოპოზიციის ლიდერ და ექსტრაორდინალურ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე და მის მომხრეებზე რეპრესიები, მულტიმილიონიანი ჯარიმები ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ და გაყინული ანგარიშები.